დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილი ასე გამოეხმაურა საქართველოს მოქალაქის მკვლელობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გინტურის ოჯახისათვის დამნაშავის ვინაობა ცნობილია ის რუსეთის მოქალაქე და საოკუპაციო ძალების წარმომადგენელია. პარალელურად გამოძიებას ოქროს მოწმეც ხავს, რომელიც ირკვევა რომ გინტურთან და გატაცებულ დოთიაშვილთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა გაქცევა მოახერხა. ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის და სხვა საერთაშორისო საკომუნიკაციო არხების გამოყენებით ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს საოკუპაციო ძალებმა მოკლული ავტომობილი გადმოსცეს მანქანას, რომელსაც რამდენიმე ნატყვიარი აქვს, ახლა ექსპერტიზა უტარდება. ნინო არგლენის რეპორტაჟი. სოფელ კირბალში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზგინტურის მანქანა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმოყვანილი. ავტომობილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და სხვა საერთაშორისო საკომუნიკაციო არხების გამოყენებით გადმოიყვანეს. გამოძიება მას ექსპერტიზას უტარებს. არსებული ინფორმაციით სწორედ ამ მანქანაში ჩაცხრილეს 58 წლის მამაკაცი. გამოძიებას ყავს ოქროს მოწმე, რომელიც ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში თამაზგინტურთან და გატაცებულ ლევან დოთიაშვილთან ერთად იმყოფებოდა და ოკუპანტებისგან გამოქცევა შეძლო. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გვიდასტურებს, რომ მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი და არის სისხლის კვალიც. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მანქანას აქვს რამდენიმე ტყვია მოხვედრილი, რაოდენობაზე შევიკავებ თავს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე უტარდება ექსპერტიზა და საბოლოო დასკვნა რო იქნება, მოგახსენებთ დამატებით. სისხლის კვალიც არის ავტომობილში. აპიტაშვილი არის არაერთხელ გამოკითხული იქნა პირველივე დღეს, გამოკითხული იქნა გუშინ და ასევე დამატებით იქნება შესაძლებელი. თვითონ როგორც კადრში ჩანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა. საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად თამაზგინტურის ოჯახი რამდენიმე დღეა სამძიმარს იღებს. დღეს ოკუპანტების მიერ მოკლული ძმამ პირველად თქვა, რომ მათ უკვე აქვთ ინფორმაცია თუ ვინ ესროლა თამაზგინტურს. ნიკოლოზ გინტური ამბობს, რომ ის რუსეთის მოქალაქე, სამხედრო და წოდებით მაიორია. ვინ მოკლა, ვინ ესროლა, რამდენი წლისაა და სადაც ცხოვრობს. ყველაფერი გადმომიგზავნეს ინფორმაცია. რუსები არიან, მესაზღვრეები არიან, წოდებით მაიორია. ჩემი ძმა იყო ეკლესიის მოყვარე ადამიანი. ყველა ეკლესია სადაც გინდა ყოფილიყო და ეკლესია დაინახავდა, მიდიოდა სანთელს ანთებდა, თავის შესაჭრის ტოვებდა და ბრუნდებოდა უკან. კირბალის მოსახლეობა მესამე დღეა ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზგინტურს გლოვობს. დღეს ადგილობრივებმა კიდევ ერთხელ თქვეს, თუ რამდენად რთულია ოკუპაციის პირისპირ ცხოვრება და რომ თამაზგინტურის მკვლელობამ ოკუპანტების სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. ეს სამხელა ვაჟკაცი ხო წაგვიქციეს და ხმას არ ვიღებთ, ტირი ვართ, გლოვობთ მთელი სოფელი, გაგიჟებულია, მაგრამ ეგ დოთიაშვილი გამოუშვა ან მოლაპარაკება ან ისა. გააკეთონ ისეთი რაღაცა, რომ ჩვენ მე დავჯდები სახლში და 35 წლის ბიჭი რას აკეთებს, რას უშვებიან იქა დავიძინე. ოკუპანტებს ამ დრომდე ჰყავთ გატაცებული ლევან დოთიაშვილი, რომელიც ცხინვალის ეგრეთ წოდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. დოთიაშვილის ოჯახის ინფორმაციით მას ფიზიკური დაზიანებები არ აქვს. ერთმა მითხრა, რომ წითელი ისეცვალა და წაიყვანეს. დანარჩენი არავითარი. ერთი მაგით ვარ დარწმუნებული, რომ ცოცხალი არის, რომ თავი ფეხით წახავს. გორის გამგეობა და ყველანი იყვნენ დამაწყნარეს და მუშაობთ, ყველაფერს გავაკეთებთ. გამოძიება მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო დახკვეთის მუხლებითაა დაწყებული. რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზგინტურს შაბათს კირბალის სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომლის ნაწილიც ასევე რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.